მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ფორთოხლისა და საზამთროს ცუკატები, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ, რომელიც იდეალურია პასკის და პიროგების მოსამზადებლადაც. მაშასე სოდიან წყალში დავაყოვნოთ 20 წუთი ფორთოხლები, ხოლო შემდეგ გამდინარე წყალში გავარეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ აი ასეთ თხელ ნაჭრებად. როცა ფორთოხლებს დავჭრით, ქვაბით დავადგათ 300 გრამი წყალი, რომელშიც ჩავამატოთ 600 გრამი შაქარი და ვურიოთ, მანამ სანამ სიროფი არ ადუხდება. როცა სიროფი კარგად ადუხდება, შემდეგ მასში ჩავაწყოთ სათითაოდ ჩვენი დაჭრილი ფორთოხლის თხელი ნაჭრები და ვადუღოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. ის ნაჭრები, რომელიც ამოტივტივდება, ისევ ჩავაბრუნოთ სიროფში, აი ასე. როცა ფორთოხლის თხელი ნაჭრები გამჭვირვალე გახდება, ამოვიღოთ სათითაოდ სიროფიდან და დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე და გავაშროთ. შეგიძლიათ გააშროთ როგორც ჩირის აპარატში, ისე ღუმელში 90 გრადუსზე. ასევე ვამზადებთ საზამთროს ცუკატებსაც, რომელსაც ზამთრის პერიოდში მურაბის ნაჭრებისგან ვაშრობ და შემდეგ აი ესეთ ლამაზ და არომატულ ცუკატებს მივიღებთ, რომელიც იდეალურია დესერტების გასაფორმებლად, ისე პასკის და ხაჭოს პასკის მოსამზადებლადაც, რომელთა რეცეპტებიც არის შინაურულის არხზე. ასევე შინაურულზე არის საზამთროს მურაბის რეცეპტიც. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ მომავალ რეცეპტამდე.